ნიკა მელია კოალიცია ახალის ერთ-ერთი ლიდერი. მე მას მივესალმები სტუდიაში. ნიკა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. ვლაპარაკობთ პროტესტის 86 დღეზე. მოდი დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი. ახლაც როგორც ტრადიციულად აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო მარშის მსვლელობა შემდეგ უერთდება, ეს ორი ნაკადი, შემდეგ გზა იკეტება. სანამ დავიწყებდეთ ლაპარაკს, მინდა ნონა ქურდოვანიძის სტატუსი წაგიკითხოთ ძალიან მოკლედ, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა, რომ დღეს ახლავე გეტყვით, რომ ვაჯამებთ სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელი ხაზის დღევანდელ დღეს. მხოლოდ ამ ერთ დღეში 150-მდე ზარი შემოვიდა, თითქმის ყველა ეხებოდა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას და ეს დაახლოებით 750.000 ლარის ღირებულების ჯარიმა მხოლოდ ერთ დღეზე. ჩვენი რჩევა, მე მაყურებელსაც გავაცნობ ამ ამბავს, ყველამ გაასაჩივროს შედეგის მოლოდინის მიუხედავად, ამას მაინც ექნება სხვა შედეგი. მოკლედ ასეთია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადება, 750.000 ლარზეა ლაპარაკი და შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ მიზანმიმართულად და ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, ისე რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა და აი ამიტომ ვასაჩივრებთო, მოკლედ ასეთია მათი განმარტება ამ თემაზე. აი რა სიტყვით? ვაჯარიმებთო. ამიტომ ვაჯარიმებთო, ხო, ხელოვნურად ხდებაო ეს რაოდენობა, ხო, არასწორად თქვი სიტყვა. მოკლედ ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება, როგორც ჩანს ამ თემაზე საინფორმაციოში, ყურად საინფორმაციო გამოშვებებში და მედიის ყურადღების ფოკუსში ჯარიმების თემის მოქცევამ აიძულა ისინი რაღაც განცხადება გაეკეთებინა. თქვენ როგორ უყურებთ ამ ამბავს? იმიტომ რომ ნახეთ 750.000 ლარი ერთ დღეში, მე მგონი რაღაცნაირად ბიუჯეტის შევსების ახალი გზა იპოვა. კი, მადლობა, მივესალმებ თქვენს მაყურებლებს. მადლობა მოწვევისთვის. იანვრის თვეში ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობამ შეადგინა ბიუჯეტში რაც შევიდა 18 მილიონი ლარი, წარმოიდგინეთ, მხოლოდ იანვრის თვეში და ეხა აქ რა წილი არის რუსთაველის გამზირზე დაჯარიმებული ადამიანების ეს მოგვიანებით გაირკვევა, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ნუ მხოლოდ იანვრის თვე, სადაც ჯერ კიდევ არ იყო ამოქმედებული, ხომ? 20.000 ლარიანი ჯარიმები, 18 მილიონი ლარი მხოლოდ მოსახლეობიდან ამოღებული აქვს ივანიშვილის რეჟიმს სხვადასხვა ადმინისტრაციული ჯარიმებით. ადვილი წარმოსადგენია რა იქნება თებერვლის თვის შემაჯამებელი, ხო? ეს უკვე 5.000 ლარიანი როცა შემოვიდა. ხო, ადვილი წარმოსადგენია, აგერ თქვენ წაიკითხეთ. განცხადება, ხო, ერთ დღეში თითქმის 1 მილიონი ლარი. იცით რა არის? ეს ავტოკრატიული სტაბილურობა, როგორც ფენომენი, როგორც ჩანს, აი ამ დამჯარიმებლებს, ამ ოქმის შემდგენლებს, ზონდერ პოლიციელებს, ზონდერ პროკურორებს, ზონდერ მოსამართლეებს, იმ რეალურ ზონდერებს, რომლებსაც არანაირი შემაკავებელი, როგორც შინაგანი წესრიგი არ აქვს, მაგალითად ქალს ბებიად რომ გეკუთვნის ქალს, კვერცხი არ ეწვოთ თავში. დედათ კი არა, ბებიად რომ ხო. ახალი ამბების რედაქციამ დაადგინა და ის ადამიანები, რომლებიც ჩანან კადრში არიან, ოცნებასთან დაკავშირებული. აი ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, ეს დათვლილი იყო. აი ამ ადამიანებს, აი ეს წესრიგი, ეს სტაბილური რაღაც ავტოკრატიული დიქტატორული რეჟიმი, სტაბილური ფენომენი გონია და პირიქით არის, ეს ვერ იქნება, მეგობრებო, სტაბილური მოცემულობა. ეს აუცილებლად შეიცვალა, ბევრი მიზეზის გამო ვერ იქნება. და ეს ჩანს ყველა გამოვლინებაში. ყველა გამოვლინებაში ჩანს, მათ შორის ქართული ოცნების ამორჩეველთა არც თუ ის უმნიშვნელო ნაწილი, ვინც უკანასკნელ არჩევნებზე, არ ვიცი, კიდევ ხარს უჭერდნენ ქართულ ოცნებას, ისინიც კი უკანასკნელი მე ვფიქრობ ავტორიტეტული თქვენთვისაც კვლევის შედეგებითაც შეგვიძლია ვიმჯელოთ, რომ ისინიც აღიარებენ, რომ ამ ქვეყანაში არის კრიზისი შექმნილი. როდესაც 82% კრიზისს აღიარებს და აქედან 79% თქვენ გისაუბრეთ ამაზე, პასუხისმგებლობას აკისებს ქართულ ოცნებას, ხო? ამ ხელისუფლებას თუ ამათ შეიძლება ხელისუფლება ვუწოდოთ, ხო, რეჟიმს. ახლა ჩემი შეფასებით დიანა, რა ხა მე ვარ თქვენი სტუმარი, ვიტყვი, ჩემი პოზიცია ასეთი, კაფიო ჩამოყალიბებული გვაქვს. ხო, არიან ადამიანები, რომლებიც ან თავად წარმოადგენენ ხელისუფლებას სხვადასხვა დონეზე, ან კონკრეტული სარგებელი აქვთ მატერიალური ამ ხელისუფლებისგან, ან უბრალოდ არიან, აი
ხარდაჭერები მცირე ნაწილი, რომელიც იდეურად კი ბატონო ურჩევნიათ ივანიშვილი იყოს მიუხედავად ყველაფრისა, რასაც ის გააკეთებს. სულ ზედ რუსთაველის გამზირზე საკუთარი ხელით ადამიანებს ფიზიკურად გაუსურდეს ივანიშვილი, ხო? არიან ადამიანები ამ ქვეყანაში მის ხარდაჭერთა რიგებში, რომელიც გაამართლებენ, მაგრამ ეს ვერ იქნება კიდევ ერთხელ ვამბობ სტაბილური მოცემულობა. ეს ამაო მოლოდინია. თუ რამე არის სტაბილური, ხო? სტაბილური არის ის საქმიანობა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მავნე შედეგი და ეფექტი აქვს ამ ქვეყანაში ქართული ოცნების საქმიანობაში. ეს სტაბილური არის. შეუძლებელი არის ძვირფასებო არ გავაცნობიეროთ პატივი არცეთ თითოეული ჩვენგანის ბრძოლას უკანასკნელი განსაკუთრებით თვეების განმავლობაში. წლების განმავლობაში და განსაკუთრებით თვეების განმავლობაში. რას უპირისპირდება, ხო? ადამიანი თითოეული, ვინც გამოდის რუსთაველის გამზირზე. არაფერმა არ შეაჩერა არც წამებამ, არც სემატყეპამ, არც ადმინისტრაციულმა, არც სისხლის დაკავებამ, დაჯარიმების შიშმა, 5000 ლარიანმა ჯარიმება $2000, ხო, წარმოუდგენელია, ვინმეს რო ეთქვა 4 თვის წინ, რომ 4 თვის თავზე ეს ყველაფერი ბერკეტების სახით იქნებოდა ამოქმედებული რეჟიმის მხრიდან, მაინც რუსთაველის კერა იქნებოდა გაღვივებული, ბევრი ალბათ ამას არ დაეთანხმებოდით. განსაკუთრებით ეხა რეჟიმი, რომელიც მთლიანად დგას ფულზე. არა მხოლოდ იმ მოძალადე პროკურორ მოსამართლეებზე, ფულზე დგას. იანა 320,000 საჯარო მოხელე ყავს დღეს ქვეყანას. 320,000. საიდანაც, აი წარმოიდგინეთ, 86,000 არის მუნიციპალურ აიპებში. ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე საჭიროა და ბევრი დასკვნა დადებულა. 163,000 არის სახელმწიფო აიპებსა და სიპებში. 40,000 თანამშრომელი სახელმწიფო კომპანიებშია, მსგავსად მაგალითად Plexi Arena. რატომ უნდა იყოს იქ დასაქმებული ასობით თანამშრომელი, წარმოუდგენელი 40,000. ანუ თქვენ ამით ყვებით, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ფინანსური ინტერესი აქვს ხელისუფლების გრადო. 40,000-მდე საკრებულოებსა და მერიებში დასაქმებული. ეს ჯამში 320,000, რომელიც არის შედარებისთვის, მაგალითად სლოვენია, თუ შევადარებთ, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა და დაახლოებით მოსახლეობით იმდენივე არიან სლოვენიაში, რამდენიც ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობა, ხო, 4-ჯერ მდიდარია ვიდრე ჩვენ, 160,000-ია. ბიუჯეტი აი ამ 320,000-ის შენახვა, იცით რა უჯდება სახელმწიფოს? 4 მილიარდი ლარი წელიწადში. რაც საერთო ბიუჯეტის 16%-ია, 15-16%-ია. 3 მილიარდ 500 მილიონი უჯდებოდა შარშაწლის ბოლომდე, ეხლა გაზარდეს. წარმოიდგინეთ, რატომ ამბობ ამას? 4 მილიარდი. რატომ ყვებით ახლა? ამას იმიტომ ყვები, რომ ერთის ხრივ და დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, იქ ადამიანებს ყველა არა, დიდი ნაწილი იქ ადამიანებისა იმიტომ არის შენახული ივანიშვილის მიერ, რომ ამ რეჟიმს ასაზრდოებდეს, იმათი მოდით ვთქვათ, მაგრამ არა ყველა. ადამიანები საჯარო მოხელეებიც იყვნენ მათ შორის პროტესტში, მათ შორის არჩევნებზე. ამიტომ არა ყველა. გამბედაობა გამოიჩინეს ადამიანებს. კი ბატონო და იქ ეხა მიმდინარეობს ბოლომდე გაფილტვა და იმ ადამიანებისთვის უფლების ჩამორთმევა, რომ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას. ერთის მხრივ, შენ საკუთარი ხალხიდან ამოღებული ფულით მილიარდებს ხარჯავ წელიწადში, რომ მე ესენი მოიმსახურო ისე როგორც შენ მოგისურვება და დაწუნებული ვარ ეს ადამიანები არჩევნებამდე მაგალითად დასკნენ და გადაწყვიტეს, ხო, რომ 3 მილიარდ 500 მილიონს ვუხდით ჩვენ ხელფასების სახით საჯარო მოხელეებს, რომლებიც მიაჩნიათ საკუთარ პარტაქტივად, ხო? რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, რომ 4 მილიარდს რო გადავისვრით, ამ ადამიანებმა ჩვენ არ მოგვატყვილო. და მოიფიქრეს ის, რაც მოიფიქრეს. აი ეს გამჭირვალე ბიურეტენი ასე შემდეგ, რომ მაქსიმალურად გაიკონტროლებია. დიდწილად მე მინდა მივყვეთ ახლა პროტესტს პარალელურად ჯარიმები და პარალელურად სახდელებს აკისრებს. ანუ ეს პარალელი მინდოდა გამევლო. ერთის მხრივ თქვენსა და ჩემსავე ფულს მილიარდს 4 მილიარდია საჯარო მოხელეებში იხარჯება 320,000 საქართველოს მოქალაქეზე, რომელთა უმრავლესობა ყველას არ ვამბობ
ჩამორთმეულია შესაძლებლობას გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც მას სურს. გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა თვალსაზრისით, უნდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლა ვერ გამოდის. იმიტომ რომ ის ეუბნება რომ აღარ გეკნება. რუსთაველის გამზირზე დრო და დრო ძალიან ბევრი ადამიანი თავიდან განსაკუთრებით გამოდიოდა, მათ შორის იყვნენ საჯარო მოხელეები, მათ შორის საკუთარი სამსახურების დაკარგვის საფრთხის ფასად, ვისაც ეს უნდოდა და ამ ხრივ ამ ადამიანებს რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ, საყვედური არ არის, მაგრამ საყვედური არ ეთქმის. მე მინდა კითხოთ. საყვედური რა? ანუ არ ეთქმით, რომ ის ვიღაც რაღაცნაირად ნახეთ, არა, შენსავე ფულს. შეიძლება ვიღაცა ფიქრობდეს, რომ მას ოცნება ურჩევნია, დაუტოვეთ ამის უფლება. კი ბატონო, მაგრამ დიდი ნაწილი სწორად ამიტომ არის, ეხლა პოლიციაში მაგალითად დასაქმებული ოცნების მიერ, რომ მე მოემსახუროს მის კერძო ინტერესებს და არა სახელმწიფოს ახალ სურაფერს არ ვლაპარაკობ. როდესაც მაგალითად პოლიციაში, ამათ პოლიცია არ ქვია და პოლიციელები, პოლიციაში პოლიციურ დანაყოფებში დასაქმების კრიტერიუმები გააუქმეს. ნებისმიერი, აი მაგალითად, აი ნებისმიერი ბირჟიდან ღამის 12 საათზე ახლა რო ჩაიაროს, არ ვიცი, ისანში ვარ, ხო ხა ტერიტორიულად ისნის პოლიციის უფროსმა. მეგონი სამგორში. ხო, ჩაიაროს, არა ისანში ვარ, ნამდვილად. არა სამგორში. და ჩაიაროს, არ ვიცი, პოლიციის HR-თან ერთად ბირჟიდან ააყენებს აი ლუდით ხელში თუ ვინმე დგას ახლა ამ ყინვაში და ხვალ გახდეს პოლიციელად. ის ადამიანი რატო აიყვანს ამას სამსახურში, როგორც თქვენ და მე ანუ ეროვნულ და რაღაცა საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახუროს არა. ერთის მხრივ მოკლედ ფულს ხარჯავენ ამაში და მაქსიმალურად ცდილობენ რომ ფულს ხარჯავენ, როგორც თქვენ ამბობთ, ლოიალობაში და შემდეგ ვინც არ ემორჩილება, იმისგან იღებენ. ვინც არ ემორჩილება და ასეთი არის უმრავლესობა, მათ აჯარიმებენ მილიონობით ლარით, მაგრამ ფონს ეს ვერ შეცვლის. ეს ვერ მიიღებს ეფექტს ქართული ოცნებისთვის, რაც მათ აქვს. კარგი, მომყევით ცოტა, კი ბატონო, მოგცემთ საშუალებას. პროტესტი, შეკრება, ყოველდღიური, ისანი სამგორის გზაგასაყარზე, მაშინ ამაზე შევთავ. პროტესტი, შეკრება, ყოველდღიური, აი ეს სხვათა შორის დამიფიქსირებია, მათ შორის ჩემს ეთერში უთქვამთ აი ამ აქტიურ მონაწილეებს პროტესტის, რომ რაღაც ნება აქვთ, რომ აი კიდევ ერთი დღე გადაკეტილი რუსთაველი და ასე შემდეგ. ეხლა ასე ბიუჯეტის შევსებაზე ხომ არ მუშაობთ, რაღაც ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაც ფორმები შეიძლება შესაძლებელია, რაღაც სხვაგვარად არის გასაკეთებელი. თქვენ თავს სათხედავთ ერთ-ერთ მოქალაქეთ, რომელიც საღამოს შეისეირნებს ან მივა და დიდხანს იქნება რუსთაველის გამზირზე, თუ რაღაც სხვა როლიც გაქვთ ამ პროცესში. მე როგორც პოლიტიკოსი, იმიტომ რომ ყველა პროცესი არის პოლიტიკური, მით უმეტეს ის პროცესი და ის პროტესტი, რომლის მოთხოვნა არის პრინციპში ეგ არის მთავარი მოთხოვნა, ეს არის ახალი არჩევნები, იმიტომ რომ პატიმრები სწორედ ამ პროტესტის შედეგად გაჩნდნენ და შესაბამისად გაჩნდა როგორც მეორე მთავარი მოთხოვნა. დიახ, მე ვფიქრობ პოლიტიკოსები უნდა იყვნენ იქ, სადაც საჭიროება ამას მოითხოვს და მე შემიძლია ვთქვა ყველა სახელით, არ ვიცი, მიუხედავად ასთა სხვადასხვაობისა, რომ ვართ იქ, სადაც საჭიროება მოითხოვს. თავარია იქ არ ვიყოთ, სადაც არ უნდა ვიყოთ. ისაც არ უნდა ვიყოთ იქ, სადაც შეიძლება აი ეს უნიკალური პროტესტი, რომელიც ხასიათდება ერთობით და ამაზე შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ რაზგულისხმელ ამერთობაში, დაზიანდეს. მე ვფიქრობ, ყველა პოლიტიკოსი, ვინც აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული, პასუხისმგებლიანად უდგება ამ პროტესტს და ამ პროცესში არის როგორც ფიზიკურად ჩართული, ასევე პოლიტიკურ ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ამიტომ კონკრეტულად კითხვაზე პასუხი რო გავცე, რა შეიძლება აი ამ საკითხის დაჯარიმებისას დაუპირისპიროთ, არსებობს საკითხები, როდესაც ალტერნატიული გამოსავლები არსებობს. მაგრამ აი ამ შემთხვევაში მე უბრალოდ ვერ მოვიფიქრებ ვერანაირ ალტერნატივას გარდა იმისა, რომ სახლში დაждდე. არ შეიძლება, ხო? მაშინ რუსთაველის პროტესტზე უარი უნდა განაცხადო, რაც ჩემის აზრით არასწორი იქნება და აი რატომ. და ამას არა, მე ამას არ გეუბნები, გეუბნები. გამოსავალი არა, ეს უნდათ ქართულად. ვინ ხართ ამ პროტესტისთვის? მისი ერთ-ერთი მონაწილე თუ რაღაც ფორმით ხართ რაღაც ავანგარდში, რამე ასეთი ბირთვი არსებობს, სადაც არა, ის რომ ლიდერები რაღაცა ხო, ძალიან საინტერესო კითხვა, იცით, ჩემის აზრით
თქვენს ეთერშიც არაერთხელ მithქვამს კრიტიკულადაც, მეგობრულადაც, სხვადასხვა ტონალობაში, მაგრამ მithქვამს იქ წლების წინათაც და არა მხოლოდ, რასაც ვფიქრობდი. ერთი და იგივე სკეთებით, ერთი და იგივე შედეგს მივიღებთ, თუ ბევრ რამეს არ შევცვლიდით. და მე მიხარია, რომ დღევანდელი ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. არის დიახაც ჰორიზონტალური მართვის პროცესია, პასუხისმგებლობები არის გადანაწილებული, არ არსებობს ერთი გზა და ერთი რეცეპტი და სხვადასხვა ჯგუფები, სხვადასხვა ადამიანები სამართლიანად უსამართლოდ ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, თავაზობენ ერთ რეცეპტს ან ერთ გზას და მადლობა ღმერთს, რომ ერთი რეცეპტი და ერთი გზა არ არის. და ამას პლუს, როდესაც მე შენ ასე თქვათ, თავაზობენ როგორც უებარ უალტერნატივო გამოსავალ ან გზად, მე ეს მიმაჩნია არასწორი. სწორი არის ის ერთობა და სწორი არის ის პროცესი, რომელიც უნიკალურია და აქამდე არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პასუხისმგებლობები გადანაწილებული და ჰორიზონტალური მართვის ეს პროცესი არის პოლიტიკური ლიდერების და პოლიტიკური პროცესის მიღმა. თქვენ სათხართ, თქვენი სამუშაო დღე როგორც პოლიტიკური ლიდერის რისგან შედგება? ძალიან დიდი მადლობა. ეს პროტესტი არის მთლიანად პოლიტიკური, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი ხანია გაცდა ვიწრო პარტიულ საზღვრებს. აქ არაფერი სიახლე არ არის. ეს პროტესტი უნდა ითქვას, ვერ იქნებოდა არათუ სიცოცხლის უნარიანი 3-4 დღეს ვერ გაგრძელდებოდა და არა თუ მეტი პოლიტიკურ თავიზროზე პარტიებს, ამ შემთხვევაში 4 ძირითად პოლიტიკურ ერთეულს არ მიიღო სწორი გამდაწყვეტილება და დარჩენილიყვნენ ეგრეთ წოდებული პარლამენტის მიღმა. რომ არა ეს გადაწყვეტილება იქიდან იწყება. ეს არის 100%-იანად სწორი გადაწყვეტილება? რომ არა ეს გადაწყვეტილება. ეს ჩანს ასე თუ ფიქრობთ რომ ხვალეც და 10 დღის შემდეგაც და 2 თვის შემდეგაც ჩათვლით რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. არა თუ სწორი და არასწორი ამაზე არ ვიკამათებდი. შედეგიანი იყო თუ უშედეგო იყო, ასე დავსვამდი მე პირადად. რითი იზომება რომ შედეგიანი იყო? დარწმუნებული ვარ რომ არა ამ პარლამენტის ბოიკოტი, დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში დღეს საერთაშორისო იზოლაცია რეჟიმის არ იარსებებდა და არ იარსებებდა ეს ძალიან მაღალი ამაღლებული ცნობიერება საზოგადოებრივ იმ ჯგუფებში, რომელშიც მე ვისურვებდი, რომ ყოფილიყო ამაღლებული ცნობიერებაც წლების წინათაც. თქვენი მიზანი ხელისუფლების იზოლაცია თუ თქვენი მიზანი ხელისუფლების შეცვლა და არჩევნების მიღება? არა, როდესაც რეჟიმის, მე ვსაუბრობ არა ხელისუფლებაზე, არამედ რეჟიმზე, მაგრამ როდესაც შენ გავუმართლებ, გასაგებია, ანუ რეჟიმია, როდესაც 49 ადამიანი ციხეში ყავს არაფრის გამო. რეჟიმია, როდესაც გაწამებენ ქუჩაში, რეჟიმია, როდესაც 6-6, 7-7 პოლიციელი ქვითრის გადასაცემად დილის 8 საათზე და ღამის 12 საათზე ასაკოვან ადამიანებთან სახლში მიდიან. რეჟიმია, როდესაც კიდევ ერთხელ ვამბობ, სალომე ზურაბიშვილს ადამიანს ხა ქალს ბებიად რო გეკუთვნის და დაგავალებენ და კვერცხს თავში ესვრი. რეჟიმია, როდესაც თელ თბილის და საქართველოს ურეკავ თემის განმავლობაში და აგინებ, იმიტომ რომ პროტესტში ხარ ჩართული და რეჟიმია, კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც წამება მიკრო ავტობუსებში გაწამებენ და ხა ეს თუ ხელისუფლება არის, ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ. ჩემთვის რეჟიმია, კი ბატონო. და ამ რეჟიმის გამართლება იქნებოდა და მისთვის შვების მოხგვრა თუ ოპოზიციური პარტიები არ გამოიჩედნენ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპულ პოზიციას და არ დაიცავდნენ ამ პოზიციას. აქედან გამომდინარე მიმაჩნია ძალიან სწორი, რომ არა ეს და რომ არა სხვადასხვა ეტაპები დიანა, რა თქმა უნდა ჩვენ დღემდე ვერ მოვიდოდით. ამ პროტესტმა მაინც უნდა კითხოთ იცით რა. ყველაფერი ფასდება შედეგით. შედეგი, ეხლა ჩვენ როგორც ფილმებშია, ხომ იცით, სეზონები რომ არის ეს პოპულარული სერია, ზოგადად სერიალები. ეხლა ხომ სეზონი არ დამთავრებულა იმ დრამის თუ იმ პოლიტიკური კრიზისის რომელშიც ვართ ყველანი. სეზონის ბოლოს, როცა ეს სეზონი დამთავრდება, რაღაც ლოგიკურ ფინალამდე მივა ასე თუ ისე, ალბათ იქ იქნება სწორი იმაზე ლაპარაკი, ეს სწორი და შედეგიანი გადაწყვეტილება იყო თუ არა. და რატომ გეკითხებით ამას? ოცნების იზოლაციაში მოქცევა და მე იზოლაციაში მოქცეული შიდა რეპრესიებს რომ ახორციელებს, ეს და ჩვენ ისევ ხალხი რომ ისჯება და 750
1000 რომ ერთ დღეში იხდის, ეს ხომ არ იყო მიზანი. მიზანია ხელისუფლების ცვლილება, მანამდე ახალი არჩევნების ჩანიშვნა, კიდევ უფრო მანამდე, როგორც სხვადასხვა ლიდერები ამბობენ, გარემოს შეცვლა საარჩევნოს, იმიტომ რომ ისე აზრი არ აქვსო. აი ამ ყველაფრის მიღწევა არის მიზანი და ეს შეითვლება შედეგად და არა ის ივანიშვილი იზოლაციაშია თუ არა, იმიტომ რომ დღეს არის ხვალ როგორ იქნება ზეგრო, ანუ ეს სადავო თემა შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა უნიშნულოვანესია ამის ხა. არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით რა ვერ მოვახდენთ. ეხა ქვეყნის შიგნით, სახეზე გვაქვს ქვეყნის შიგნით უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც აღიარებს თავად ქართული ოცნების ამორჩეველიც და აკი ზემოთ თქვი, რომ ოცნებაც მე მგონი ამ ჯარიმებით და კანონებით აღიარება აქვს. დიახ, 82%, ეს ხო არ არის 28% მოსახლეობისა ამბობს, რომ კრიზისია ქვეყანაში, კრიზისი და თავარ გამოწვევ მიზეზად ამ კრიზისის ასახელებენ ისინი ერთპარტიულ პარლამენტს. თავი რომ დავანებოთ ხო ქვეყანაში, აი მოგწონს პარლამენტი არ მოწონს, ერთპარტიულია, ერთი ფერია იმ პარლამენტში. საერთაშორისო იზოლაცია, როგორც მოცემულობა, რა თქმა უნდა, იყო აუცილებლად აუცილებელი ამ რეჟიმის. და ჩვენ თუ ვითანამშრომლობდით ამ რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები ერთი გააყალბა, ისე როგორც გააყალბა, მეორე საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალა, აი ესე უაპელაციოდ როგორც შეცვალა, ხო, ცელობა აქ ამის მისი ხელიდან შეცვლილია და ჩვენ თუ ვითანამშრომლობდით, რა თქმა უნდა, არ დარჩებოდა არც ერთი საერთაშორისო აქტორი, არც ბრიუსელში, არც სტრასბურგში, არც ლონდონში და არც ვაშინგტონში, ვინც ირაკლი კობახიძეს ხელს არ ჩამოართვევდა. და რა კრიტიკა უნდა დაემსახურებია რომელიმე პარტნიორს, ანუ რომელიმე ადამიანი ადეკვატური გამოჩნდებოდა ჩვენი მხრიდან, თუ გავაკრიტიკებდით, თუ აღიარებული გვექნებოდა ეს უმძიმესი მოცემულობა. სეზონის ფინალს როგორ ხედავთ და როდის ხედავთ? კი ბატონო, ამ პროტესტმა ამ თვეების განმავლობაში შეიცვალა ბევრჯერ შეიცვალა ფორმა. ძალიან ბევრჯერ შეიცვალა ფორმა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ ეს პროტესტი არის თავარი მამოძრავებელი ძალა და ეს პროტესტი ქმნის ქვეყანაში, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ დღის წესრიგს. არ არსებობს ქვეყანაში რაიმე სხვა, რაც ქმნის დღის წესრიგს. მოდი ამაზე შევთანხმდეთ. არც შიდა პოლიტიკურ საკითხებში და არც საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ქართულ და საქართველოს კონტექსტში, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ეს ხომ დაუსრულებლად ასე არ იქნება, დღეს კი 86 დღე, მაგრამ 126 ხომ არ უნდა იყოს, ანუ როგორ იმდენი ხანი 226 იყოს თუ გინდათ, მაგრამ როგორ ხედავთ, აი როგორ ხედავთ? მე მინდა 2 დღე ნახევარიც ხო, მაგრამ ერთი კონკრეტული, ეს არის მარათონული ბრძოლა. ეს არ არის ბრძოლა, სადაც შეიძლება ჩამონიშნოთ ერთი კალენდარული დღე გენერალურ ბრძოლას. ერთი კონკრეტული პარტიის თუ კოალიციის ხედვა, ხომ შეიძლება პროტესტის რიგითი მონაწილისგან, მე არავის არ ვაკნინებ, ისინი ბევრ პოლიტიკოსზე უფრო საინტერესოა სხვათა შორის, მათი მოსმენა, მათ შორის სტუდიებში როცა მოდიან და ვუსმენ, ეს არ ვაკნინებ, მაგრამ თქვენ რაღაც თქვენი ხედვა პოლიტიკოსის ხომ უნდა იყოს უფრო შორსჭრეტელი და წინ ხო, ანუ თქვენი მოსაზრების საპირისპირო მოსაზრება, მაშინ თავის დროზე დაანებება და პარლამენტში შესვლა, რაც არა, მე არ შემომთავაზებია. მესამე ალტერნატივა, ან ეს უნდა გაგიკეთებია და ბრძოლაში შესულიყავი და ბრძოლა დაგვეწყო და ეს ბრძოლა მანამდე დაიწყო, ჩემის აზრით, აი მაგალითად ივლისის თვე მახსოვს, როდესაც ძალიან დიდი ნიჰილიზმი და ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო საზოგადოებაში, მახსოვს სამეგრელოში, როდესაც მეგობრებთან ერთად და ქალაქიდან ქალაქში დავდიოდი, აი ყოველ მესამე-მეოთხე ადამიანი ხვდებოდა და არჩევნებზე წასვლა არ უნდოდა. და საბოლოო ჯამში ნიშნავამდე მივედით, როდესაც ძალიან ბევრი წავედით და მოუწია ივანიშვილს მასობრივად არჩევნების გაყალბება, ხო? ამიტომ მარტო პოსტარჩევნები კი არ დაწყებულა ბრძოლა, მანამდეც დაიწყო ეს ბრძოლა. განსხვავდება მოსაზრებები ადამიანებს შორის, ვინც რუსთაველის გამზირზეა? კი, ალბათ განსხვავდება ტაქტიკურ, სტრატეგიულ მოსაზრებებს თუ ავიღებთ, მაგრამ ეს ძალიან ნორმალურია. მაგრამ ძირითად ეროვნულ საკითხებში მე ვფიქრობ განსხვავებები არ უნდა არსებობდეს. ეხლა განსხვავებები თქვენს ეთერშიც არის კატეგორია, რომელიც მოგდა გეტყვით, რომ პარტიები უნდა გაერთიანდნენ, არიან ადამიანები, რომლებიც მოდიან და გეტყვიან, რომ პარტიები უნდა დაასწრნენ და იდებატონ ერთმანეთს, არის ორი სრულიად სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც ორივე დგას რუსთაველის გამზირზე, მაგრამ თქვენ რომელი მოგწონთ? თქვენ არც ერთის სცენარში ხედავთ. კი ბატონო, მაგრამ არც ერთის მომწონს გულწრფელადგეოვნებით და არც მეორეს, როდესაც დააყოლებენ, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი და რეცეპტი.
იმიტომ რომ თუ ყოფილვართ პოლიტიკურ პროცესებში ბოლო წლების განმავლობაში ერთობის მომხრე ერთ-ერთი მეც ყოფილვარ და ამის შემოქმედებიც ყოფილვარ, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა ასეთი ძვირფასი და ასეთი ეფექტური ეს ერთობა, რომელიც ახლა გვაქვს. და იმ პროტესტში, როდესაც ჯერ შენ შედეგზე არ ხარ გასული, როდესაც შენ ხარ მარათონულ ბრძოლაში, ბუნებრივია ამ პროცესში ინიციატივები ჩდება და გაჩნდებიან ადამიანები, ძვირფასი ადამიანები, რომლებიც იტყვიან, სხვანაირად ხომ არ ჯობია, ასე ხომ არ ჯობია, ისე ხომ არ ჯობია, მაგრამ ის რომ ერთადერთი გზა არის, არ უნდა დააყოლო. ჩემსა და არასწორია, იმიტომ რომ ერთადერთი გზა კიდევ კარგი არ არის. იმ ერთადერთ გზას მოშლიდა ივანიშვილი ორდღე ნახევარში. ერთადერთი გზა არა, ბევრნაირი გზა არის. ასევე მიმაჩნია რომ იცით რა საუბარი მაგალითად აი გუშინ ასე რომ შეიძლება თქვენს გადაწყვეტილებებსაც ეხებოდეს შევა ერთადერთი სწორი გზა. არა, მაგრამ კაი, აი ინგას გადაცემას ახსენებდით კი. ზურგს შემიძლია, ხო, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვისაუბრო, მოქალაქე ამას ჩათვლის გასაზიარებლად მოსაწვევად ან არ დამეთანხმება, ხო? ჩემთვის საპატივცემულო ადამიანები ისნი გუში ბევრ მათგანს ვიცნობ პირადად და კიდევ ერთხელ უდასტურებ პატივისცემას, რამდენიმე მათგანს არ ვიცნობ, მაგრამ ვუსმინე, იქ გაიყო იქაც ხო აზრები, იცით და ერთობაზე იყო საუბარი. რა ტიპის ერთობაზე ვსაუბრობთ? ჩემთვის ეს ერთობა შემდგარი არის. ეს ერთობა არის ძლიერი, უნიკალური იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ისტორიულად არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკოსისთვის მე ვსაუბრობ და მოქალაქისთვისაც თავისთავად. მაგრამ ბევრისთვის საგარეო პოლიტიკური საკითხები შეფასება რეჟიმთან დაკავშირებით და პარლამენტში შესვლა არ შეძლო და ყველა დღის წესებში რაც საკითხები შეიძლება პრინციპულად მნიშვნელოვანი, მაგრამ მაგალითად ძლიერი საქართველოს ამბობს რომ გახარია საქართველოსთვის ბოლომდე რომ ეს თქვა არ შედის, მაგრამ ართმობს და რაღაც აქ შიდა დილემებიც არის. არიან ადამიანები და პატივისცემა მათ, უბრალოდ მათ მოსაზრებას მე არ დავეთანხმები, ემპირიულად არ არის სწორი, აი აქ შემიძლია დაგიმტკიცოთ არგუმენტებით, რომ ეს არ არის სწორი. რომლებიც მოსახლეობას და მოცემულობას ზოგადად ორ ფერში ყოფენ, შავად და თეთრად. და გეუბნებიან რომ ქვეყანაში არის ორი ფერი, შავი და თეთრი. არა, ჩემთვის მეგობრების დიდი ნაწილისთვის ეს არ არის შავი და თეთრი. შავი არის ქართული ოცნება და აქეთ არის ბევრი ფერი. და ეს არის ჩვენი ძალა. ეს არის ძალა, რატომაც ივანიშვილმა წამებით, ფინანსური ტერორით და ბევრი სხვა ძიმე რეპრესიული მანქანების ამოქოქვით ვერ გვაჯობა. ხო ფაქტია რომ ვერ გვაჯობა. ხო ფაქტია რომ ამ პროცესში ძალას იკრებს ეს მოძრაობა. ხო ფაქტია რომ ივანიშვილს სულ და სულ ჭიდიდან თავისი ავტოკრატიუდან ეცლება ტყვიები. არ არის ორი ფერი, ბევრი ფერი არის და ამ ბევრი ფერის ეს პალიტრა არის ძალა, მათ შორის რუსთაველის გამზირზე. მე ასე ვუყურებ პროცესს და თუ კი საუბარი არის მაინდა-მაინც ერთობაზე, რომელიც ერთიან სიაზე უნდა აისახოს. ჯერ ერთიან სიაზე საუბარი ძებეტია. აბა სხვაგვარად ეხლა საკითხები, რომელიც ქვეყნის მომავალს უკავშირდება, დიანა, უკავშირდება ეს საკითხები. თავარ საკითხებში ხართ ერთიანი. ერთობით არის დახასიათებული, ნამდვილად არის, იმიტომ რომ ამ პროცესში მათ შორის გუშინ შეიძლება ვინც თქვენ გადაცემაში იყო რამდენიმე, შეიძლება ვცდები, მაგრამ ნუ ასეთი ადამიანებიც დგანან რუსთაველის გამზირზე ძალიან ბევრი, ვისაც მხოლოდ რატო უნდა ამ პროცესში გამარჯვება არჩევნებზე? გააკრიტიკეს ოპოზიციური ჯგუფები და ამიტომ პირიქით, ევროპული მომავალი გვინდოდა და ევროინტეგრაცია ყველას, ხო ჩვენ? ყველას. მაგრამ მალევე დავწუნდით სხვადასხვა დროს, რომ ივანიშვილის პირობებში ევროპული მომავალი არ მოვა, ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინება. მაგრამ კიდევ ცოტა ხანში შემდეგ ეტაპზე ძალიან ბევრი დავწუნდით, რომ ევროპული მომავალი კი არა, სტატუს კო, ანუ რაც გვაქვს, იმასაც ვკარგავთ და ყოველდღიურად უკან მივდივართ, უკუსლა დიახაც რაღაცა საბჭოთა კავშირის ყაიდის მმართველობისკენ, არა იმ ტიპის საბჭოთა კავშირის მმართველობისკენ, რომელიც 80-იან წლებში იყო და გვიანი საბჭოეთი არ არის? ადრეულია? ალიბდებოდა ბოროტ ძალად. ხო დაახლოებით ეხლა შეუძლებელი არის. მე ხო ბევრი ამას აცნობიერებს გზა და გზა ამ პროცესში. მე პირადად ხვდებიან ადამიანები რუსთაველის გამზირზე. თავარ შედეგს ახალ არჩევნებს ჰორიზონტზე ხედავთ თუ არა?
რატომ გეკითხებით? იმიტომ რომ ზოგი მეტნაკლებად და აი მაგალითად სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებით ამბობს, რომ იქნება თავად ჩანიშნავენ, მაგალითად ასეთი რამ თქვა ბოლო ინტერვიუში. ივანიშვილს, სხვა პოლიტიკოსებს, პარტიებს, მოქალაქეებს თავი რომ დავანებოთ ერთი წამით. არის თუ არა ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი? არის. პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ღრმავდება, ვერ განიმუხტება არჩევნების გარეშე. აქედან გამომდინარე ძალიან მჯერა რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება. როდის ჩატარდება? ამის თქმა იქნება უპასუხისგებლო ჩემი მხრიდან. მაგრამ ამ მიმართულებით ძალისხმევა არავინ შეძლებს დაგვარად, რა თქმა უნდა, არ უნდა დავიშუროთ. და ეს არჩევნები ქვეყანაში იქნება, არ სიამოვნებს იქ მართლა აი ხა ამას ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ასობით ადამიანი და ათასობით ადამიანი აღტკინებულია და გახარებულია ცემატყებით, რომელსაც ახორციელებენ და წამებით. სხვა გზა არ აქვს, ეშინიათ გესმით იქით. წლების განმავლობაში მდგომარეობის შენარჩუნება უნდა იქ ივანიშვილის ქვეშ მომუშავე ადამიანებს. კორუფცია, მათი თავარი მამოძრავებელი ღერძია, რაზეც დგანან და ეხა წარმოიდგინეთ, აქეთ უცბად ხელისუფლება შეიცვალოს, ადამიანები ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნიდან მათ შეიძლება წასვლა მოუწიოთ, ან პასუხისგებაში უნდა მიეცენ, რაც გარდაუვალი იქნება და იმ გზას დაადგნენ, რომელიც უკიდურესზე იყო. ჩვენ გაგვიჯერდა ხელისუფალი ვეღარ ხელისუფლებას და გვცემს და მე 6-7 მოდიან და ახლა შენ ჯარიმა ხან დედას მიცემენ, ხან მამას, მე 60 არ ვიცი 10 წელს გადაცილებულ ქალს ბებიად ეკუთვნის იმ ბიჭს, ეხლა წარმოიდგინეთ, ბებიად ეკუთვნის ქალს და ძალიან მძიმე და აი ადამიანურადაც, პოლიტიკურადაც არანაირი გამართლება რაც ვინც არ უნდა ყოფილიყო, აი სერიული მკვლელი რო იყოს. გახსოვთ ხო ეს ვენერა ობოლაშვილი, სერიული მკვლელი. ალბათ ვენერა ობოლაშვილი, ხო, სერიული მკვლელი, ვაგონებიდან რო ადამიანებს ის რო დავინახო ახლა ქუჩაში. ანუ დამენახა სანამ საჯოს იმას ვერ ვისვრი კვერცხს. ნორმალურმა ადამიანმა კვერცხი ქალს მით უმეტეს ბებიად რო გვეკუთვნის, მაგრამ ეს ხო დავალებით იყო. შენსავე პრემიერ-მინისტრ და შენს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ, შენი ხელიდან რო კლავ ბათუმ რეჟიმი, ეხა აბა ვინ არის? ეს არის გალობელთა გუნდი არის, იდიანა? ეს არის რეჟიმი ჩამოყალიბებული, რომელიც კარგი ცხოვრებით ახლა არ ცხოვრობს. რომელსაც ძალიან ეშინია და აქვს ერთადერთი იმედი, რომ იქნება აქეთ ხარეს მდგომი ქართველები და საქართველოს მოქალაქეები დავიღალოთ. ეს არ ხდება. ყველაფერს, ყველა ზღვარს გადავაბიჯეთ, გადავედით და ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს შიშის გზნობა. ყველა ნორმალურს, ეხლა მეც მეშინიათ, თქვენს გეშინიათ, არ ვიცი, მე მაგალითად სიმაღლის მეშინია, ხა მე-18 სართულიდან სიამოვნებას არ მგვის გადმოხედვა, ხო, ეს ვერტიგო. არა მხოლოდ, მაგრამ ყველას რაღაცის გვეშინია, მაგრამ სიმამაცე, ვაჟკაცობა, პატრიოტიზმი, ხო, არის ამ შიშს რო გადალახავ. აბა ეხლა თუ არაფერს არ გეშინია, არ ხარ შენ ნორმალური ამ შემთხვევაში. 10,000 ადამიანმა შიში გადალახა. ძალიან მართლები ვართ და სიმართლე ზღუდავს ეხა ქართული ოცნების პროპაგანდასაც. აი რა მოიტანა ამ პროტესტმა ეხა და ამ რა პროცესში ვართ ეხა ჩვენ? პროცესი, რომელმაც დააქვეითა ქართული ოცნების დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ფაქტია ის ვეღარ სარგებლობს იმ წარმატებით, რომელსაც სარგებლობდა ეხა ტელეკომპანიები, რომელიც მათ აქვთ. და მილიონები, რომელიც იხარჯება სოციალურ მედიაში და აგერ ვახსენე, ეხლა გამგეობებში და მერიებში 40,000-მდე ადამიანი რომ მუშაობს. ნახევარზე მეტი რითია ეგ დაკავებული, ვალდებულია რაღაცები წეროს, ხო, დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერში. აბა როგორ იქნება? ეს რომ მუშაობდეს ახლა გამოკითხვით 82% მოსახლეობის იმას იტყოდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და აქედან 79% პასუხისმგებლობას დააკისრებდა ქართულ ოცნებას. არა. შესაბამისად, ეს მე და თქვენ თუ გავიგეთ და თქვენმა მაყურებლებმა კრიზის ოცნებას ვერბალურად არ აღიარებს, მაგრამ ადამიანი ხელისუფლების მომხრეც იტყვის, რომ კრიზისია. ჩვეულებრივ ვითარებაში რომ არ ვარ, ცხადია. არა, როგორ გეკადრებათ, მათი ტელეკომპანიები რო აიღო და შეხედო, იქ არ საუბრობენ რომ კრიზისია. იქ საუბრობენ რომ ყველაფერი წარმატებით მიმდინარეობს ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, საგარეო პოლიტიკაში, შიდა პოლიტიკურ პროცესებში, იქ კრიზისის ნასახი არ არის, პირიქით, რას ლაპარაკობთ. არავითარ შედგ ქვეყანას კიდევ ერთხელ ყველაფერი ერთი წამი რომ გადავდოთ შეიძლება? ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც გადასახადებს არ იხდის. აი ასე ქვეყანას მართავს კაცი,
რომელიც ყველაზე შეძლებული არის, დავანებოთ რატო, რის გარ, ვის რა წყაროებით გამდიდა, როგორ არ იხდის. რომელიც ყველა ვიხდის. ის არ იხდის ამას. შექმნილ თუ შეკრებილ პარლამენტს აღებინებს იმ ტიპის კანონს, რომელიც მას ათავისუფლებს ამ გადასახადისგან. ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონი მიიღო, გათავისუფლდა კიდე კაცმა არ იცის რას აკეთებს და რას არ აკეთებს. ან ყველაფერს ახლა ხო გავიგებთ ადრე თუ გვიგა. არ შენდება ცათამბჯენი თბილისში, რაც ზუსტად ვიცი. ასევე აი პრაქტიკულად არ შედება ცათამბჯენი თბილისში და ცათამბჯენები შენდება ხა მოსახლეობას მინდა ვინმე თბილისში დიდი ხანია არ ყოფილა ქათმის ბარკალივითაა მომდასაქმე ვინც არ ყოფილა ბევრი არ არის თბილისში დამყოფი წლების განმავლობაში არ არის ზოგი 15 წელი 17 წელი თბილისში დამყოფი არ არის ეხლა თქვენი მაყურებელიც ასაც ბევრი იქნება და მათ არ უნახავთ კორპუსები კი აღარ შენდება 16 სართულიანი 12 სართულიანი ცათამბჯენები 70 სართულიანი 80 სართულიანი სადაც არა აქვს მაგალითად კორუფციული წილი ქართული ოცნების აი ამ რამდენიმე პოლიტიკოს დაგესრულებინა თორსა ქათამი და ბარკალი ვახსენე ეს ძველი ის შედარება ხო ნუ ქათამი და ბარკალი ყველა ქათამი არა ხო ნუ ეს თვითონ ბარკალი ხელისუფლების ძველი იუმორისტულად იყო ნათქვამი მე ვფიქრობ და მისმა ავტორმაც ეს თქვა არაერთხელ მას შემდეგ მე ასე ვიცი მაგრამ იუმორია ფაქტია აქ არის რეალობა გახსოვთ დიანა მეგობრებო, მაყურებლებო, აი ხო გვახსოვს ის დღე. მარტო სადღაც მეძჯეროდა ისეთ თავიდან, რომ ივანიშვილი საქართველოს საწყის წლებში. ივანიშვილი, იმიტომ ესეთი ხმები პირველივე დღიდან იყრებოდა. ივანიშვილი საქართველოში 1 თეთრს არ შეულობს, $1, 1 ცენტს. სადღაც მეძჯეროდა წლებ მართლა გეუბნებით. თურმე, აგერ აი ბატონი ბაჩიაშვილი, ხო? ადამიანს რისთვის ასამართლებს? რისთვის ასამართლებს? კაცოშუბა არის ის. მისი გუნდის წევრებიც ხო ადასტურებენ, მისი არ ვიცი, ვისაც რაღაცა ოდნავ სწორი ღირებულებათა სისტემა აღმოაჩნდა, ვისაც ფასეულობები და არ ვიცი, უბრალოდ მორალი, ზნეობა, ძალა შინაგან რომითაც მოიწესრიგა. ანუ იქ პოზიციონირებთ ამ საქმეში. არა, ნუ ფაქტია ხა რაც მესმის თქვენი ეთერებით, ხო იყვნენ ერთიან საქმეში. და ნუ საუბრობს ახლა ადამიანი, რო ერთიანი საქმე ქონდა, ის ვალი დაუბრუნა იმ ადამიანს და მე შევიდეთ დეტალებში ზოგადად ანუ თქვენ ბაჩიაშვილი ფიქრობთ რომ ეს ბაჩიაშვილი მართალია ანუ შეიძლება ითქვას გამდიდრდა ყოფილი პარტნიორი ეს ვერ აიტანა და დანარჩენი კი ხედავთ რაც მიდის და სასამართლო გადასახადებს არ იხდის ანუ გაგვიჯერდა კიდევ ერთხელ თუ აი მაგალითად ბათუმელს აღარ უკვირს რომ ზღვას ხედავს არ უკვირს იტო 22 ზამთარია ზაფხულია ქობულეთაზე ზღვა იქვეა და თბილისიდან ერთი სული აქვს ბევრ ადამიანს რომ ივლისში და აგვისტოში ჩავიდეს და შევარდეს ზღვაში გაუჯერდა ასევე გაგვიჯერდა ის უკვე რომ გადასახადს არ იხდის გაგვიჯერდა ის რომ პროცესი იმართება აგ ბაჩიაშვილი ვახსენე ხო სადაც მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო ივანიშვილი აი დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანი არ ცხადდება. როცა ნახევარი თბილისის სასამართლოში არის გამოწვეული სხვადასხვა ოთახებში და მიტაცებული და ერთხელში მოქცეული ინსტიტუტები თუმცა მათ იციან როგორც კი ამ დანაშაულებების ჩადენას რეპრესიულ წნევას შეამცირებენ ისინი აუცილებლად ძის დაინარცხებიან მაგრამ მათ მოუწევთ ძალიან დიდი სიმართლეა. აი აქ ეს არის ჩვენი ძალა. ქუჩაში პროტესტი მიიყვანს. საკვანძოა. ეს არის საკვანძო. რომ არ იყოს ქუთუსაველის გამზირდა პროტესტი. შეწუხდება და წუხდება და მივა იქამდე, რომ არა თქვენ გეკითხებით ნიკა, რომ ის აუცილებლად ჩანიშნავს არჩევნებს. ასე უყურებთ. ის არასოდეს არ ჩანიშნავს არჩევნებს. ნიკა აქვე კითხავ მისი არჩევანი თუ იქნება. კი ბატონო, წელს ისედაც არის არჩევნები. თუ ეს ვადამდელი არჩევნები არ იქნა, თქვენი დამოკიდებულება კალენდარული არჩევნების მიმართ როგორი იქნება? საინტერესო სხვათა შორის ირაკლი ალასანია, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, იყო გუში რადიო თავისუფლებაზე, იქ ლაპარაკობდა, მათ შორის ახსენა, რომ პარტიებისთვის თვითმმართველობის არჩევნებზე იყო ეს ახლა ამ კითხვაში არაფერ შუაშია, მაგრამ პოზიცია არსებობს ესეთი, რომ ისედაც არის წელს არჩევნები. როგორი იქნება თქვენი პოზიცია იმ არჩევნებთან მიმართებაში, თუ არ იქნა ვადამდელი არჩევნები? არჩევნები რომ ავიღოთ ნებისმიერ რომ შეიძლება მომავალში ჩატარდეს და ჩატარდება, უნდა იყოს პირველ რიგში არჩევნები. არჩევნები უნდა გქონდეს, თუ აი არჩევნები ფართო გაგებით, როგორც აი ფენომენი მართლაც
რომელიც გულისხმობს ოდნავ მაინც სამართლიანობას, ოდნავ მაინც ობიექტურობას, ოდნავ მაინც შენინების ასახვას, ხო? არჩევნების შედეგებით, ხო? აი ეს თუ რეალურ არჩევნებს ან მიახლოებულ არჩევნებზე საუბრობთ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალა, ხო? 2025 წლის მმართველობის არჩევნებზე შემთხვევაში თუ მანამდე არ იქნა ვადამდელი არჩევნები. პასუხობ. თუ ეს მოხდა, რაზეც ახლა ვისაუბრე, ესე იგი რეალობა ქვეყანაში შეიცვალა, იმიტომ რომ ივანიშვილი თავისთავად შენ ობიექტურ და სამართლიან თავისი ნებით ამას არ გაგიკეთებს. და ობიექტურ და სამართლიან არჩევნებს არ ჩაგიტარებს და ამიტომაც არის ეს წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც არ ნელდება და პირდაპირ გაძლიერდება. ივანიშვილი უნდა წავიდეს და სხვა აი ივანიშვილი ორივე ივანიშვილი გახდება იძულებული ამ ქვეყანაში ჩაინიშნოს არჩევნები მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად სოფლიოში ძალიან ახლებური, ეკლექტური პოლიტიკური პროცესებისა, რომელიც არის მიუხედავად ყველაფრისა, ივანიშვილი შიდა წინააღმდეგობის გათვალისწინებით და გარედან წეხის გათვალისწინებით გახდება ან იძულებული ამ ქვეყანაში ჩატარდეს არჩევნები, ან პროცესები შეიძლება იმდაგვარად განვითარდეს, რომ მისი წილი ამ გადაწყვეტილების მიღებაში საერთოდ არ არსებობდეს. გააჩნია სადამდე მართლაც გავა ის თავს. გასულია ბოლომდე, მაგრამ რაც უნდა გაგიკვირდეთ კიდე ულიმიტო ანუ ესეც მასზეა დამოკიდებული. ულიმიტო, ეხლა თუ გაახვა ქუჩაში და ხა ადამიანი თუ ყლავაწამე და მერე გაატყავე ზედრუსთავაზე და გამოვაცხადე ეს დემოკრატიულ ზეიმას, ამას აღარავინ აღარ რეალობა ისედაც რა დრამატიზირება რეალობა ისედაც ისეთია რომ გატყავების დამატება არაფრის გამოსხედან ციხეში ბევრი მათგანი გვიყურებს ეხლა და რატომ გონია რომ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ რეალურად აქეთ ხარეს მდგომი ადამიანები. თუ ეს აზრი მინდა დავამთავრო, აქეთ ხარეს ვინც დგავართ. აი სწორ ხარეს ვინც დგავართ. არიან ადამიანები, ვინც იჩემებენ ოპოზიციონერობას და მათ არ გულისხმობ, ხო, ნამდვილად. ხო, არ შეიძლება ჩვენ ამ პროცესში მონაპოვარი უკვე ამ ეტაპისთვის დავაკნინოთ ღიად საჯარო ეთერში, თუნდაც იმ პატიმრების გასაგონად. არაფერი ერთობის თვალსაზრისით პრობლემური ამ პროცესს არ აქვს და ნუ გავასაღებთ ამ პროცესს ისე თითქოს ერთობის დეფიციტი არსებობდეს. არ არსებობს ეს ერთობის დეფიციტი. სადაც იქნება საჭიროება ერთიანი გადაწყვეტილების მიღება, ერთმანეთისთვის მიუღებელი ბევრი პოლიტიკური ძალა ერთად დამდგარა უკვე და კიდე დადგება. პარლამენტში შესვლა არ შესვლა დაკავშირებითაც იქაც განსხვავებული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ჩვენი შეფასებით იყო ხალხი, ვინც განცხადება საპარლამენტო მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით ისე დაწერა, მე პირადად მეგონა, რომ მას არ დააკმაყოფილებდა, იმიტომ რომ მას ჩემისადმი არ ჰქონდა არანაირი ძალა იურიდიული, გესმით? ხო, მაგრამ ვიღაცა დაწერა სხვანაირად, ვიღაცა საერთოდ არ დაწერა, მაგრამ ბატონო, და მაინც რომ დააკმაყოფილეს, ეს არ გაფიქრებინებთ, რომ ივანიშვილს პირიქით ძალიანაც აწყობდა ეს პროცესი და გაწელავდა მაშინ ივანიშვილს არაფერი არ აწვოს, ივანიშვილს აწვოს ერთ-ერთი რამ, ეს კი აწვოს ნამდვილად რუსთაველის გამზირის პროტესტი და ზოგადად წინააღმდეგობის მოძრაობა აი ამოიშანთოს, რაც არ მოხდება. ეხლა გახარეს დაკავშირებითაც, ხო, ნუ არ მიიღო ამ კაცმა და მისმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ხედავ გზნობ, რომ არის იმ პოზიციაზე ძირითად საკითხებთან დაკავშირებით, სადაც დანარჩენი საქართველო ვართ. ეხლა ამორჩეველმა დაიმახსოვროს, ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო, ვინ გარისკა. კოალიციაცრუებებმა ჩვენ ოთხონდე გავრისკეთ. არ არის კონფლიქტი. უნდა დაგემშვიდობოთ და სარეკლამო პაუზა. არჩევნები მოვა, დაუმახსოვროს გადაწყვეტილება კოალიციაცრუებებსაც და გახარიასაც და იმათაც და ამათაც და ყველას გიმახსოვრ ყველას გიმახსოვრებთ ნიკა. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.